საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მზად არის დაკავებული ოპოზიციონერების შეიწყალოს თუ განცხადებით მიმართავენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ზუსტად 3 თვეში 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, თავაზობთ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოს მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოგცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე. წერს პრეზიდენტი. დაკავებულებიდან სასჯელი უკვე შეფარდებული აქვს ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და პატრი ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ირაკლი ოქრუაშვილს და გივით არგამაძეს.